Დავრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ბატონო დავით, ჩვენი გადაცემის სტუმარია დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ რანგში ხო, შეიძლება ეს თქვა. ამ რანგში პირველად გელაპარაკებთ. ჩვენ გვაკავშირებს, ჩვენ ეთერში, ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა და ეხლა ჩვენ მე ველაპარაკები საქართველოს მეორე პირის კონსტიტუციით პარლამენტის თავმჯდომარეს და ძალიან საჭიროებო თემებზე. დავიწყოთ 17 მაის მომხდარი ამბებით. პოლიტიკური შეფასება მინდა რომ გააკეთოთ მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ მე გავშლით თემას. 17 მაის მომხდარი ამბების პოლიტიკური შეფასება. პოლიტიკური შეფასება წმინდა პოლიტიკური არ არსებობს, იმიტომ რომ პოლიტიკა რომელიც არ ეფუძნება მორალს, არ ეფუძნება კანონს, არც პოლიტიკაა, ამიტომ 17 მაის ეს დღე ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ტერიტორიაზე ზუსტად რუსთაველზე ძალიან ბევრი რამ გვინახავს და გვახსოვს და სამწუხაროდ სვერპლიც ყოფილა და ცხადია ამას ვერ შეედრება ეს ყველაფერი, მაგრამ თავისთავად ის მოვლენები, მისი განვითარების დინამიკა და ის ყველაფერი რაც იქ ვნახეთ არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკურად საყურადღებო და მე ვიტყოდი პოლიტიკურად სახიფათო მოვლენაც, რომელიც თუ დროზე არ იქნა სათანადოდ გააზრებული ყველა მხარის მიერ, საზოგადოების მხრიდან, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, შესაძლოა კიდევ უარესი ვიხილოთ და აქ რამოდენიმე ასპექტია. პირველი ის რომ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ყველას კარგად არ გვაქვს გათავისებული ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ძალადობა საბოლოოდ ყოველთვის მაწყდება. და ძალადობა ეს არ არის არანაირი პრობლემის მოგვარების სწორი გზა და მე არ მინდა საქართველოში ქართველები მარცხდებოდნენ, რა შეხედულებისაც არ უნდა იყვნენ ისინი. მე არ მინდა საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები მარცხდებოდნენ და ზოგადად მართლმადიდებლურ წმენას, კულტურას რაიმე ფორმით პრობლემები შეექმნას თუ თუ ადამიანები რომლებიც ძალადობას ჩადიან ან ძალადობისკენ მოუწოდებენ თუ თავის თავს ასოცირებენ და თუ ეკლესიის და მეთის სახელით ჩადიან ამას ან ხვალ გააგრძელებენ ამის ჩადენას ან ასე წავას საქმე, რა თქმა უნდა ასე იქნება. კარგით, მეორე მხრივ 17 მაისს რუსთაველზე იყო ქართული სახელმწიფოს პერფეული გამოცდაც. ჩააბარა გამოცდა. უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ როდესაც ძალადობაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო თავისი არსით სწორედ ის ინსტიტუტია, რომელსაც ცივილიზებულ სამყაროში აქვს ექსკლუზივი ძალადობაზე. და როდესაც სახელმწიფო იძულებულია ძალას მიმართოს, იქაც კი ეს არის რეგულირებული უამრავი სხვადასხვა კანონით, ამხელა კოდექსებით, კონსტიტუციებით, გასაგებია და ასე შემდეგ. ჩააბარა თუ არა გამოცდა ქართულმა სახელმწიფომ? სახელმწიფომ გამოცდის, ასე ვთქვათ, პირველი ტესტი ჩააბარა, უშუალოდ ხოჭაში მოქმედების ის ტაქტიკა, რომელიც პოლიციამ აირჩია და ამ შემთხვევაში იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ როდესაც პოლიციელი წესრიგის დამცველი ფორმით თავისუფლ ემოცილების განხორციელების დროს გვესაუბრება, მე თქვენ თუ ნებისმიერ ჩვენგანს უნდა გავიაზროთ, რომ ამ დროს ჩვენ სახელმწიფო ველაპარაკება და სახელმწიფოს წინახაზია სწორედ ეს ადამიანები. მათ ჩემი აზრით პირველი დღის ტესტი თუ გამოცდა ჩააბარეს რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი ძალიან რთულ და დინამიურ ვითარებაში მათ მოახერხეს ჩემი აზრით სწორი პრიორიტეტების არჩევა და დემონსტრანტთა გადარჩენა. დემონსტრანტთა გაყვანა იმ ადგილიდან გადარჩენა, ეგრე ვთქვა, გადარჩენა, კი ბატონო, ფიზიკურ არსებობას ძალიან რთულია იმის პროგნოზი, რა შეიძლება მოხდარიყო, თუ კი ნახეთ რამ დაემართა ავტობუსებს და მეორე პოლიციამ ჩემი აზრით პირველი გამოცდა ჩააბარა იმითიც, რომ თავის თავზე მიიღო ეს აგრესია და არ გამოიყენა სხვა საშუალებები, სპეციალური საშუალებები თუ სპეციალური სპეცრაზმი თავისი ეკიპირებით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არეულობა უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს. გაცილებით დიდ მასშტაბის იქნებოდა არეულობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო
დამხალს ჰქონდა თავისი მიზანი, ამოცანა, мотивация და სპეცსაშუალებები ამას მხოლოდ გაამძაფრებდა. ბატონო დავით. რაც შეეხება ერთსაც ვიტყვი, მე იმიტომ ვამბობ პირველი ტესტი და პირველი გამოცდა, რომ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ წინგველის ეს არის კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენა და იმ რწმენის შექმნა ყველასთვის, რომ გამოძიება თუ სამუშაოები ჩატარდა ობიექტურად, სრულად, სწორად და პასუხისმგებლობა დაეკისრა ადამიანებს, ვისაც ეს ეკუთვნოდა. უწმინდესის მიმართვა, რომელიც რამოდენიმე იურიდიულ კაზუსს შეიცავდა, მან მიმართა ქალაქის მერიას და მიმართა ხელისუფლებას იურიდიულად არასწორად, უარის თქმისკენ მოუწოდა და ამ წელიდან გამომდინარე განწყობების ჩამოყალიბება საზოგადოებაში. ძალიან გთხოვთ, აი ამ შეკითხვას მოკლედ და კონკრეტულად რო გავცეთ პასუხს. ხალხს ეს აღელვებს. მოკლედ და კონკრეტულად გამიჭირდება, თუმცა მაქსიმალურად სრულ პასუხს გვირდებით. იმიტომ გამიჭირდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობის საკითხებში ასევე მკაფიოდ გავავლოთ ზღვარი იმაზე, თუ რა არის სახელმწიფოს საქმე, რა არის ეკლესიის საქმე. სანამ აქ შემოვიდოდი, თქვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტები მეკითხებოდნენ ერთ კონკრეტულ თემაზე, საქმე ეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე წირვა-ლოცვის ასრულების პრობლემებს და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას, რომელიც de facto გარკვეული წრეების მხრიდან შევახულია. და ამ თემაზე, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქი, მე საერო ხელისუფლების წარმომადგენელმა შესაძლებლად და საჭიროდ ჩავთვალე მისთვის მეთხოვა, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონოდა მისი პირადი მხარდაჭერაც იმაში, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია ყოფილიყო ხელშეუხებელი და მასაც აღმოეჩინა დახმარება, რაც მის შესაძლებლობებშია, რომ გამოინახოს გზები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ეხლა ერთი გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ეს საერო ხელისუფლების საქმეა ამ თემებზე საუბარი. მაგრამ ხელისუფლების და ეკლესიის გამიჯვნა ეს არ ნიშნავს მათ სრულ იზოლირებას და რაღაც დამოუკიდებელ სამყაროებში მათ არსებობას. აფხაზეთში ეს საკითხი, კონკრეტულად ეკლესიური საკითხი, უკავშირდება და ძალიან ორგანულად უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხს, ამიტომ საერო ხელისუფლება ვალდებულია იფიქროს ამაზე, თუმცა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა იმისთვის, რომ ზედმეტად არ ჩაერიოს ამ საკითხებში. და ის ჩემი საქმე არ არის და მთავრობის საქმე არ არის კონკრეტულად როგორ შეთანხმდებიან. მე ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ არის ვითარებები, როდესაც ეკლესიას, საპატრიარქოს, სასულიერო პირს რა თქმა უნდა აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს. ამ კონკრეტულ მაგალითზე ვილაპარაკობ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კონკრეტულ მაგალითთან. მე სიმართლე გითხრათ, ერთი დღით ადრე, როდესაც გავეცანი ამ განცხადებას, ცოტა არ იყოს გავოცდი, იმიტომ რომ 17 მაისის დემონსტრაციის თავდაპირველი შეკრება გაცილებით ადრე იყო გამოცხადებულიც და ანონსებულიც ამ თემაზე. ვთვალსდები 17-მდე 4-5 დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ძალიან დეტალურად ის თაობაზე, რომ მოკლედ ის რომ ეს დაგეგმილი იყო ასეთი ღონისძიება მოკლედ ერთ ჯგუფის მიერ იყო ცნობილი დიდი ხნით ადრე და უშუალოდ 17-მდე ერთი დღით ადრე განცხადება, რომელიც შეიცავდა პირდაპირ მოწოდებას, რომ რაღაცნაირად აკრძალულიყო მითითებას კანონი არ არსებობს, კანონი ვერ აკრძალავს, მე კონსტიტუცია ვერ აკრძალავს ვერანაირად გამოცხადებას. ამ ნაწილში რომ საპატრიარქოს პატრიარქის განცხადებაში იურიდიულად რამდენად სწორად იყო ყველაფერი, მე ამ განსჯაში ნამდვილად არ შევალ და განსჯაში არ შევალ არა იმიტომ რომ ყველაფერი იურიდიულად სწორად იყო, იმიტომაც რომ არ ველი, არ ვითხოვ, არ არის ეს აუცილებელი, რომ ამ შემთხვევაში ეკლესიის წარმომადგენლებმა ის კანონების დეტალები იცოდნენ ზუსტად და სწორად. კონსტიტუცია უნდა იცოდნენ საქართველოს ყველა მოქალაქემ, მით უმეტეს ისეთმა იერარქმა და ისეთმა პატივსაცემ ადამიანმა საზოგადოებაში, როგორც არის ჩვენი უწმინდესი, მან შეიძლება იცოდეს, ამ უნდა ყავდეს იურიდიული მრჩეველი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ შეუძლია
არ არის ესეთი კანონი. მაშინ სწორედ ამაზე ვლაპარაკობ. შეიქმნას კლერიკალური პარტია, რომელიც შეიტანს შესწორებებს, უბრალოდ მოიგებს არჩევნებს და შეიტანს შესწორებებს კონსტიტუციაში. ეგ სხვა თემა მაგრამ ჯერჯერობით მოქმედ კონსტიტუციაში არ შეუძლია მთავრობას. მე რატო გეკითხები? დაფიქსირდა ესეთი რამ. დაფიქსირდა ესეთი რამ, რამაც ჩემში ძალიან მნიშვნელოვანი ძვრა მოახდინა, იმიტომ რომ მე თავს მივაკუთვნებ ადამიანს, რომელსაც საოცარი სიმპათია აქვს, ეს სიტყვაც არ არის ჩვენი უწმინდესისადმი, მაგრამ მისი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ითხოვს იმას, რაც საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, უნებლიეთ ამაში ვარ დარწმუნებული, იყო მიზეზი იმისა, რომ აი ეს მოხდა, რაც მოხდა. განმაპირობებელი ერთ-ერთი, უნებლიეთ, ბუნებრივი, მაგრამ აი ამაზე მინდა თქვენი პოლიტიკური შეფასება. პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ როდესაც სახელმწიფო ცხოვრების ასეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიც ამა თუ იმ ნებართვის მიცემა თუ გაუქმება და ამაზე მოვალთ, შეიძლება თუ არა გაუქმება, რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ ზოგადად სახელმწიფო ცხოვრების ასეთ საკითხებზე, როდესაც გამოთქმული მოსაზრება, თუნდაც ეს მოსაზრება ეკუთვნოდეს მის უწმინდესობას, მისი განსჯა, გარკვევა, ანალიზი, დათანხმება, არ დათანხმება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა. ჩვენ რა თქმა უნდა არ შევდივართ და არც ვაპირებთ მე თქვენ მე მგონი იმ მეორე მხარეს გადასვლას, როგორც ეკლესიის სულიერაური და ეკლესიო ცხოვრებაში რა და როგორ ხდება ეს ჩვენი საქმე არ არის. მაგრამ როდესაც საუბარია საერო ცხოვრების იმ ნაწილზე, მოქალაქეებმა სად გაიარონ, არ გაიარონ, შეიკრიბონ, არ შეიკრიბონ, გამოვიდნენ და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ თემაზე კრიტიკული პოზიციის გამოთქვა თუ არ დათანხმება თუ რაღაცა ანალიზი, ეს არის სწორი და აუცილებელი და მას ყველა უნდა შეეგუოს ამ შემთხვევაში ეკლესიის წარმომადგენლებიც. ეხლა მეორე, შეიძლებოდა თუ არა ნებართვის გაუქმება. მე ვამბობ არა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ საქართველოში მოქალაქეთა შეკრების რეჟიმი, ეს არ არის სანებართო რეჟიმი, ეს არის გაფრთხილებითი რეჟიმი, როდესაც ორგანიზატორები მიუთითებენ კონკრეტულ ადგილს, კონკრეტულ თარიღს, კონკრეტულ პერიოდს, აი თუ იმას გადაცდა მერე აქ უკვე უფლება, ანუ თქვათ მოითხოვეთ ორი დღით რაღაც ორგანიზების ჩატარება და მესამე დღესაც აგრძელებ, მაშინ ჩდება ლეგიტიმური საშუალება, რომ სახელმწიფო აგრძალოს აქცია. მეორე არ სხვადასხვა საქმე რომ თქვათ ერთ და იმავე ადგილზე თუ 7-მა სხვადასხვა ჯგუფმა ერთდროულად მოინდომა ორგანიზების ჩატარება, რომ სახელმწიფო ხელი დაიბანოს და თქვას რომ ნუ რა ვქნა, ყველა ითხოვს და მივიდნენ და ჩაატარონ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოც ავალდებული მიიღოს ომები და გაგაფრთხილოთ თქვენ რომ იცით, ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია, იმიტომ რომ ის ადგილი უკვე დაკავებულია. იქ უკვე მოქალაქეებს დაგეგმილი აქვს მშვიდობიანი შეკრება. თუ შეკრება არამშვიდობიანი ხასიათი მიიღო და გასცდა ზღვას, იქაც ეგ ელემენტარულია, მაგრამ თავად წინა დღეს ეს განცხადება, რომელიც კიდევ მეორე ეს რომ დაგეგმილი თუ ხდებოდა, ეს არა თუ 5 დღის წინ ვიცოდით, 1 დღის წინ ვიცოდით და არ ვიცი, ეს დღეა საერთაშორისო დაღინიშნული მოვლენაა და არა საქართველოში მხოლოდ ხო ამ დღეს. ამიტომ ბოლო დღეს ამ ტიპის მოწოდება მით უმეტეს სახელმწიფო ორგანოებთან რაიმე კონსულტაციის გარეშე, იმიტომ რომ შესაძლოა ზოგჯერ ხელისუფლება ვერ დაინახოს რაღაც და თქვენ მიგვითითოთ ხო ჟურნალისტმა რომ ხალხო მიაქციეთ ყურადღება ამას. ეს შეიძლება ეკლესიამაც გითხრას, პატრიარქოს გითხრას, თვითონმა მოქალაქემ. და ამ დაგვარი კონსულტაციები რომ ყოფილიყო წინასწარ, შესაძლოა უფრო განცხადების პათოსით შესაძლოა ცოტა უფრო ადეკვატური იქნებოდა, მაგრამ თქვენ რომ ეს მოხდა ასე. მე მიკვირს კი, იმიტომ რომ არ ამგონია რომ ამ განცხადებამ ჩემი აზრით ამ შემთხვევაში საერო ცხოვრებაში პოზიტიური როლი სასულიერო და მრევლთან დაკავშირებით მე არ შემიძლია ვიმშელო და ვერც ვიმშელებ, მაგრამ უშუალოდ იმ დღესთან დაკავშირებით და სახელმწიფო ცხოვრებაში არ ამგონია რომ პოზიტივი შეიტანა, იმიტომ რომ წინდა ძალიან მარტივად იყო ცხადი და გასაგები, რომ ამ მოწოდების შემდეგ ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა, ვერაფერს ვერ აკრძალავდა იქ. დემონსტრანტები, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ ღონისძიება ამ მოწოდების გამო, უარს არ ამბობდნენ თავიანთი ღონისძიების ჩატარებაზე, ხოლო ის ხალხი, რომელიც ამ ღონისძიებას უყურებდა ეჭვის თვალით თუ არასწორად თუ აგრესიულად, მათთვის ეს იყო
გარკვეულწილად რჩევა, მითითება თუ არ ვიცი, გარკვეული მათი პოზიციების გამყარება, რომ აი თუ სახელმწიფო არ აკრძალავს, მაშინ ჩვენ თვითონ აკრძალავთ მას. ჯამში მე იძულებული ვარ ეს თქვა. პარლამენტის თავმჯდომარეს მეორე პირს საქართველოს კონსტიტუციით ერთ-ერთი მე ვიტყოდი გავლენიანი პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტიკოს პროფესიით პოლიტიკოს ადამიანს და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ თქვენ გაქვთ მაღალი რეიტინგი როგორც მმართველ ძალას ქართული ოცნება მინდა იგულისხმოთ და ეს რეიტინგი არის საწვავი რომელიც განგახორციელებინეთ რეფორმებს იმიტომ რომ ზოგიერთი რეფორმა იქნება ისეთი რომ ამ რეიტინგს მოუკლებს პირდაპირ თქვა ეს გარდაუვალია მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ თემაზე და როცა თქვენ ორმომდენო კითხვას უპასუხებთ თქვენ ალბათ კარგად გესმით რომ ასეთი განცხადებებით როგორცაც ახლა აცხადებთ და ალბათ იმითაც რომ კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი მიუხედავად იმისა ადამიანი სამღვდელო პირია თუ არა თქვენ რეიტინგს მოსახლეობის ფართო მასებში რაღაც აკლდება ეს გაქვთ გათვითცნობებული ანუ ეს საწვავი რომ გითავდებათ და ასე უცებ ეს გაქვთ გათვითცნობებული როგორც პოლიტიკოსო პირველ რიგში ის უნდა გააცნობიეროს რომ აუცილებლად წააგებს არჩევნებს ადრე თუ გვიან ეხლა ეს ადრე თუ გვიან იქნება შემდეგი არჩევნებივე თუ იმის შემდეგი ეს არ ვიცი მაგრამ პოლიტიკოსი არ არის პოლიტიკოსი ქვეყანა არ არის ქვეყანა პარტია არ არის პარტია რომელიც არ აგებს არჩევნებს არ აგებს ხოლმე ეხლა რატო აგებს პოლიტიკოსი პოლიტიკური პარტია აგებს იმიტომ რომ პოპულარული აღარ არის სხვამ უფრო მოხიბლა მომრჩეველი მოქალაქეები და მას გაუჭირდა ესამა ამიტომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრება ამაშიც უნდა შევთანხმდეთ რომ სამუდამო არაფერია არც ჩემი თანამდებობა არც მიღწეული შედეგი და ასე შემდეგ ახლა ვისთვის გვინდა ან არჩევნები და ან ხელისუფლება რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოცემულმა ხელისუფლებამ აკეთოს ის რისიც ჯერა აკეთოს კანონის შესაბამისად და აკეთოს ქვეყნის საკეთილდღეოდ ქვეყნისთვის რა ჯობია მაგრამ არსებობს პოლიტიკური რეალობა გათვლები რომ ისეთ ინსტიტუციას რომელსაც აქვს თქვენზე გაცილებით მაღალი დობის ხარისხი არ უნდა დაეჯახო ერიდები ახლა მიშა სააკაშვილი ამას აკეთებს მერთვა დაიფაროს ქვეყანა იმ დღიდან იმ მოვლენისგან როდესაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ექნება ეკლესიაზე უფრო მყარად მაღალი რეიტინგი რომელღაც კონკრეტულ მომენტში რომ პარტიის რეიტინგი თუ პიროვნების პოპულარობა ცდება ხოლმე 80-90-ს ეს ვიცით რომ დროებითი მოვლენაა და ასე პრობლემაა რაც შეეხება მუდმივი არის ღმერთი არის მორალი არის ეკლესია რომელიც მუდმივი უნდა იყოს რა თქმა უნდა აქ ასე საკითხის დაყენება რომ თქვა აი ინსტიტუციებს შორის რეიტინგული და შედარებითი ანალიზი აყენებდა და მიიღო კიდეც თავისი და სამწუხაროდ მისი უგუნურობის ბრალიცაა ძალიან ბევრი რამ რაც აქ ახლა ხდება 17-ში და 27-ში და მანამდეც ამიტომ ერთ რამეზე უნდა მე მგონი საზოგადოება შევთანხმდეთ რომ თუ პოლიტიკოსები ჯერ მოვისმენთ რა უნდა ხალხს და მე მას გავახმოვანებთ მოდი მაშინ პოლიტიკას ჩამოვცილდეთ ამას ჟურნალისტები ჩვენ უნდა მოახერხებთ უკეთ მოახერხებთ მე მგონი ამიტომ პოლიტიკოსმა უნდა უსმინოს ხალხს მაგრამ ხალხს იმიტომ უნდა პოლიტიკოსი და იმიტომ უნდა მთავრობა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთ კრიტიკულ საკითხებში მიიღოს გადაწყვეტილება ამასობაში მით უმეტეს რომ ის რასაც ვამბობ მე თუ რასაც ამბობ თქვენ თუ გავეცნობით ისევ ეკლესიის წარმომადგენლების საჯარო გამოსვლებს და განცხადებებს ამ ყველაფერს თავადაც ბრძანებენ ამ ყველაფერს თავადაც ყველა არა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ამ დღეების განმავლობაში სწორედ მათგანაც ითქვა ის რომ ძალადობა არის დაუშვებელი ითქვა ის რომ თუ ვინმე რამეს გადაამეტა ეს უნდა დაისაჯოს განცხადებებიც იყო ბატონო და თამი ეხლა განცხადებებზე საუბარი ის თქვა მინდა იქ არ არის ერთგვაროვანი განცხადებები ერთგვაროვანი აქ პოლიტიკურ წრეებშია მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ სხვა სტანდარტი მოეთხოვა რაზეც საუბრობთ აშკარად ეს არის კანონთან და ბიბლიასთან შესაბამისობაში და ამას ორივე მხარე ამბობს. მაგრამ ვინ როდის რა გადაცემა ჩაიდინა, ამაზე ინდივიდუალურად უნდა გაეცეს პასუხი. გამოძიების მსვლელობისას სავსები შესაძლებელია მოხდეს, შეიძლება ეს მოხდეს, რომ უცხოურმა მტკიცებულებმა მიგვითითოს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი შადიოდა ან სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულს. და სამართალდამცავ ორგანოებს სახელმწიფოს მოუწევთ ან არ ვიცი, არ მოუწევთ, როგორც არის. ამაზე არის კითხვის არსი, რეაგირება. თქვენ როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი,
ხარს უჭერთ სახელმწიფო ორგანოებს, რომ მათ ეს განახორციელონ. ჩვენ ვიცით კარგად, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა იქნება და ეს იქნება ძალიან მტკივნეული მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. რას მიპასუხებთ ამ შეკითხვას? მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ აქ. სახელმწიფო ეს არა ვარ მე და ასე თქვენდა ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვართ სახელმწიფოს სამსახურში. სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ერს, ქართველ ხალხს და ეს სახელმწიფო ქართველ ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ სახელმწიფომ კონსტიტუცია და კანონები აღასრულოს. შესაბამისად, კანონის შესაბამისი ქმედება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იქნება სწორი და ადეკვატური, თუ არის დასაბუთებული სათანადო მტკიცებულებებით და სათანადო მასალებით. იმუნიტეტი კანონთან იმ ვითარებებში, რა ვითარებაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ აქვს არავის. იმუნიტეტი სასულიერო პირს მაგალითად აქვს თქვენგან განსხვავებით, ჩემგან განსხვავებით გარკვეულ საკითხებში. მაგალითად, აღსარების საიდუმლოების დაცვა. და აღსარების დროს სახელმწიფოს არა აქვს უფლება მოსთხოვოს აღსარებისგან გაგებული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, სასულიერო პირი არა აქვს. კი ბატონო, არის სხვა ტიპის საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შეიძლება იყოს სამხედრო სამსახურში ყოფნა, შეიძლება იყოს საგადასახადო თემები და ბევრი სხვადასხვა თემებია. ამიტომ იმ ნაწილში, რა ნაწილში სასულიერო პირს აქვს იმუნიტეტი ან განსხვავებული რეჟიმი, რა თქმა უნდა, აქ ეს უნდა დავიცვათ ისე როგორც ყველა სხვა დანარჩენი. მაგრამ იმაში რომ კონკრეტული დანაშაული თუ უტყუარად დადასტურდა და მე ვიცი რომ სამართალდამცავს ამ შემთხვევაში აქვს უფრო მაღალი სტანდარტი, უფრო მაღალი მოთხოვნილება, მათ უფრო უნდა დაამტკიცონ ეს ვიდრე სხვა შემთხვევაში. ეს არის 100 თვალი იქნება ამისთვის საჭირო და თუ უტყუარად ამ 100 თვალის დაკვირვების შედეგად დაამტკიცდა, არ შეიძლება ეს არც მოხდეს, რომ სამდელო პირმა ჩაიდინა ან სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დანაშაული იგი უნდა დაისაჯოს. მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო შედგეს და გადარჩეს და მათ შორის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აგრძელებდეს და კიდევ უფრო უკეთ ასრულებდეს თავის ფუნქციას. თუ ქვეყანაში არ იქნება კონსტიტუციის და კანონის უზენაესობა, მაშინ ყველას, ჟურნალისტსაც, სასულიერო მოღვაწესაც, პოლიტიკოსაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ასპარეზიც უკიდურესად იზღუდება. იმიტომ რომ თუ დღეს თქვენ როგორც ჟურნალისტს, იმიტომ რომ ჟურნალისტი ბრძანდებით, რაღაცა გეპატიებათ. მე იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ რაღაცა მეპატიება. სასულიერო პირი, რომელიც სასულიერო პირად ამიტომ რაღაც ეპატიება. მაშინ სად მივდივართ? მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ ვერც ერთი ვერ შევძლებთ ჩვენი საქმის კარგად კეთებას. და ეს ძალიან მარტივია. ამასობაში არ უნდა დაემართოს სახელმწიფოს მეორე უკიდურესობა და ზოგადად სახელმწიფოს წარმომადგენლებს გაბრაზების და რაღაც ემოციურობის უფლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა. და თუ საზოგადოების, თქვათ, დიდი ნაწილი ითხოვს, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს სასულიერო პირი. ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიყვანოს იქამდე, რომ აი ახლა ხალხი ითხოვს და მოდი დავსაჯო ვინმე. მე მგონი პირიქით ითხოვს. ამისგან უნდა. არა, მე მაგალითებს გეუბნები. ასაკეთ არც იქეთ. ხალხის ხმა, საზოგადოებრივი აზრი. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყურეთ, ზითად პოლიციაზე ხოლმე აქცენტი, რა პოლიციამ რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მართლმსაჯულება თავისთავად, ვინმე დაისაჯოს თუ არ დაისაჯოს, ეს აღსრულდება ხოლმე სასამართლოში. რა თქმა უნდა. შორის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც ყველაზე ახლოსაა ეკლესიასთან და რა გაგებით. იქაც მოსამართლე, რომელიც არის უყრია ბედი ადამიანი. დიახ, და არის იზოლირებული, მას განსხვავებული სამოსიც კი აწვია, მას დისტანცირებული უნდა იყოს ყველაფრისგან. ამოუებისგან გადაწყვეტილებას იღებს ისეთ ადგილზე, სათათბირო ოთახში, სადაც სხვას არავის შესვლის უფლება არ აქვს, აქაც გარკვეულ ხედავთ ხო მსგავსებას. და იქაც მას კანონი და კონსტიტუცია ავალებს. განხოლოებულია რომ აგერ არის კანონი და შენი სინდისი. იმოქმედე მხოლოდ კანონით და სინდისით. კანონით და შინაგანი რწმენით, ესეთი იურიდიული ტერმინიც არსებობს. შინაგანი რწმენა, სინდისი და კანონი. აი აქ აღსრულდება მართლმსაჯულება. ამიტომ ჩვენ პოლიციელისგანაც და საბოლოო ჯამში მოსამართლისგან ველით ამ სტანდარტს. კანონში რა წერია და შენ შინაგანად რისი გჯერა. იყო ჩადენილი ეს თუ არა? სხვა შემთხვევა და სხვა ტიპის და მე ერთ რამესაც გეტყვით, მე რატომაც მაქვს ამისი მოლოდინი და მჯერა, რომ თავად ეკლესიის საჭედპრობელნი შესაძლოა თავად უფრო სწრაფად და მკაფიოდ გვეტყვიან იმას,
თუ ვინმემ კონკრეტულად გადაცდომა ჩაიდინა და ამას რატო ვლაპარაკობ როგორც მოსამართლეზე ვისაუბრეთ რომ კანონთან შესაბამისობა უნდა განსაზღვროს თქვენი და ჩემი მოქმედების ჩვენ ეკლესიისგან ველით სწორედ იმ შესაბამისობის განსაზღვრას რამდენად არის ესა თუ ის ქმედება ქრისტიანულ მორალთან, ზნეობასთან და ასე შემდეგ შესაბამისობაში. ერთი არის ესეთი სურვილი, ბატონო დავით. ჩვენ ახლა გვიყურებს ის ადამიანები, რომლებიც 17-ში გარეთ გამოვიდნენ, იყვნენ აგრესიულად განწყობილნი, ან უბრალოდ დააფიქსეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია და გვიყურებს მათი უამრავი ხარდამჭერი. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, პირდაპირ ვიტყვით. რა შეგიძლიათ მათ უთხრათ, რა შეგიძლიათ მათ გულებს გააგებინოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისინი გადაწყვეტილებებს იძახიან ემოციურად, შეიძლება ითქვას ირაციონალურადაც, რადგანაც ასე სწამთ და ასე სჯერავს. რა შეგიძლიათ მათ უთხრათ, ისინი ჩვენი მოქალაქენი არიან და ძალიან ბევრი მათგანი სააკაშვილის რეჟიმის შეცვლაშიც იღებდა გულწრფელ მონაწილეობას, ბევრი დაზარალდა. ისინი თქვენ ახლა გიყურებენ და რა შეგიძლია მათ უთხრათ აი ამასთან დაკავშირებით. მინდა პირველ რიგში ყველას უთხრა ის, რომ სახელმწიფო არსებობს მათთვის, თითოეული მათგანისთვის. და ზოგჯერ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება ხელისუფლების არ შეესაბამება კონკრეტული ადამიანის ხედვას თუ კონკრეტული ადამიანის განწყობებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხვალ შეიძლება სხვაგვარად იყოს სხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ყოველთვის ყველაფერი ხდებოდეს ისე, როგორც მე პირადად მომწონს და ჩემთვის მისაღებია და ჩემთვის მოსაწონია. ეს არის ელემენტარული ამბავი, რომ სახელმწიფო წესრიგის გარეშე ქართველ ერს მომავალი არ აქვს. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ წესრიგი არ დამყარდა, მაშინ ჩვენი სამშობლო, ვისთვისაც ვართ გულანთებული, ჩვენი ისტორია, რომელიც გვეამაყება, ჩვენი მომავალი, რომელიც გვინდა რომ იყოს ქართული და არა იაპონური, ჩინური, ან ტაილანდური, ან ამერიკული, ჩვენ საქართველოს მომავალი გვინდა უზრუნველყოთ, ამ ყველაფერში უნდა შევეგუოთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებებს. იმას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული ქცევის წესები, განსხვავებული გემოვნება და განსხვავდებიან ჩვენგან. თუ ჩვენ არ შევთანხმდით, რომ განსხვავებულობის გამო ადამიანს არ უნდა ვცემოთ და არ უნდა გავაგდოთ საიდანღაც, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მოვადრო თქვენ აღმოჩნდებით განსხვავებული სხვისგან და ასე ჯოხით გაგვაგდებენ სადღაციდან. სულ ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე თვეების წინ, სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრები გქონდა და გქონდათ, ამიტომ გვირტყავდნენ, სამსახურიდან გვაგდებდნენ, ციხეებში სვავდნენ, ადამიანებს სიცოცხლე მოუსწრაფეს, ყველანაირად გვამცირებდნენ, რომ ჩვენ ვიყავით მეორე ხარისხოვანი, რატო? პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ხო გქონდა განცდა, რომ ჩვენ გქონდა უფლება ყოფილიყავით ასეთები. ჩვენ გქონდა განცდა იმისა, რომ ჩვენ არაფერს არ ვაშავებდით. უბრალოდ სხვანაირად წარმოგვედგინა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ ასეთი ტიპის განსხვავებები ადამიანებს შეიძლება აქვთ სხვა საკითხებში. კითხვაზე მე მომწონს, თქვათ, ჰომოსექსუალიზმი თუ ჰომოსექსუალობა მომწონს, არ მომწონს. ვიზიარებ მათ შეხედულებებს მე და ვეთანხმები, არ ვეთანხმები. მინდა რომ საქართველო ასეთი გახდეს ოდესმე მომავალში, რომ საქართველოში იყოს უმრავლესობა ასეთი ადამიანი. არ მინდა. ბევრი რამის გამო არ მინდა. იმიტომ რომ გონია რომ სიცოცხლე ზოგადად, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, დედრის და მამრის ურთიერთობით გაგრძელდება და ვრცელდება. აი მხოლოდ აქ გავჩერდები და ამიტომ გონია რომ თუ გვინდა რომ ვიაროთ წინ, ანუ ქართველი ერი არსებობს და სხვა თემებზე აღარ ვისაუბრებ. მაგრამ ამასობაში არ შემიძლია არ დავინახო რეალობა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ვიცი, ამ სფეროში, ინტიმურ ცხოვრებაში ზოგს არ შეუძლია სქესობრივი ცხოვრება, არ ვიცი, არ შეუძლია. და ამის გამო შეიძლება რაღაცა გარკვეული თავისი მოსაზრებები აქვს ცხოვრებაზე. ზოგს აქვს შეუთავსებლობა საწინააღმდეგო სქესთან და ამიტომ რაღაცა თემა და პრობლემა. ამიტომ ამის გამო ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ადამიანები
არიან რაღაცა იმ ტიპის განსხვავებული ადამიანები, რომ სადღაც ერთად მათი შეკრება ეს არის დანაშაული, ქვეყანას დააქცევს და ასე შემდეგ. მე მგონია პირიქით არის. აი მოდი ასე დავსვათ კითხვა. ერთ-ერთი თემა ის იყო, რომ პროპაგანდას ნუ ეწევიან. რას შეეძლო გაეწია პროპაგანდა უფრო მეტი, ვიდრე იმ ამბავს რაც მოხდა. დღეს ხო საქართველოს ყველა ოჯახში შევიდა ეს ამბავი. ბავშვიც უყურებს, მოზარდიც უყურებს, დიდიც უყურებს, ყველამ ნახა ეს ამბავი. ანუ ამაზე დიდი, ასე ვთქვათ, ჭყალებში PR კამპანია რას შეიძლებოდა გამოეწვია. მოდი ამაზეც ვიფიქროთ. ეხლა იმაზე ვიფიქროთ, ჩვენი გულწრფელი ამოცანა თუ ის არის, რომ თუ ადამიანები ასეთები არიან, ისინი მოვსპოთ, ну მაშინ მოდი პირდაპირ თქვათ ეს ამბავი და შევეშოთ იმ რაღაც იმას ხო რა კი ბატონო იყვნენ სახლში და გარეთ ნუ გამოდიან და ასე შემდეგ. მაშინ ეს თქვათ და პასუხი სათანადო უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან. თუ იმას ვამბობთ რომ ზოგადად არ მოგწონს, მაგრამ ნუ უნდა შევეგუოთ, აბა რა ვქნათ, მაშინ მოდი ისიც გავიაზროთ, ესა თუ ის ქმედება ჩვენი რა შედეგს იწვევს. 17 მაისის ამ აქციის გამო ვინმე გადაიფიქრებს ან თავის იდენტობას შეცვლის, ყველაზე მეტი რაც შეიძლება იყოს, ვიღაცამ დამალოს. მაგრამ ეს დამალვა არის დროებითი დამალვა, ეს არის გაბრაზებული, დაბოღმილი დამალვა, იმიტომ რომ ადამიანები ამის გამო ეხლა უნდა იყურებოდნენ ეჭვით, ჩემზე სხვა რა აქვს ეჭვი. აი ძელითმით მოვედი, ან ჭრელი მაისური. ეხლა რაღაცე მიყურებენ, ზოგს ხმა არ მოწონს ჩემი, ზოგს გავლა არ მოწონს ჩემი. ეს კატასტროფა. ამ უბედურებაში თუ ჩავერთეთ, ხალხო, მეგობრებო, ამორჩევლებოდ, მოქალაქეებო, დებო, ძმებო, სად მივალთ, სად წავალთ. ამიტომ იმაზე, რაც საზოგადოებაში არ მოგწონს, რეაგირება უნდა იყოს სწორი და ადეკვატური, თორე ხვალ მივიღებთ გაცილებით უარეს, რომელიც გაცილებით მეტად არ მოგვეწონება. სახელმწიფოს თავი დავანებოთ, საზოგადოებრივ პროცესებში. მართალი, დიდი მადლობა. მადლობა ბატონო დავით, დიდი მადლობა ბატონი დათო ზურაბიშვილში. აი, კაი კაცი ვარ. ამ ტიპის არევა არა უშავს. არა უშავს. ბახრაზე არ მithქვავს. ზურაბიშვილი. სხვა შორის ძალიან მოკლედ ბუჯანაძემ წამოაყენა კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ წუთებში. ქალბატონ ნინოსის თუ თქვავს, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი რამეები არ ხდებოდაო. კარგით. ამას გამახსენდა ცნობილი გადაცემა გახსოვთ საბჭოთა პერიოდში. Советском Союзе сексанет ოზნერი მონდონახი. ჩვენ გაცემის სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი უსუპაშვილი. დიდი მადლობა მას. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში.